დღეს გადაცემაში ნახავთ. ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. აი ამ კითხვაში უფრო მეტად დარწმუნებული ვარ. ეს უზეპირად არ ვიცი, უნდა გადავცვალოთ. ესე იგი 300 ლარი მაქვს გარანტირებული, ხო? დიახ. აი გავრისკოთ რა ვიცი. მაშინებთ. შეიძლება თამაში ვეღარ გააგრძელოთ. არა, უნდა გავაგრძელოთ. არანაირი ვერსია არა გაქვს ქალბატონმა. თუ დაიბადა აფრიკაში, სად დაიბადება? მაშინ მაგაზები. არა, ვითომ? ეგრე მაქვს საქმე. კაპიკი, კაკაპიკებულა, საკაპიკეში, ჩაკაპიკი. საღამო მშვიდობისა. მე გახლავარ დათო დარჩია და ჩვენ თამაშობთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მივესალმოთ ჩვენს მონაწილეს, დავით ფარცახაშვილი. მადლობა ჩვენს დარბაზს, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო ცენტრი ოპუსი, ბალეტის შემსწავლელი აკადემია, კრივის სკოლა ივერია, 55 საჯარო სკოლა და მე-60 საჯარო სკოლა. აბა დავით, როგორ ხარ? გვადლობთ არავის. თავად? თავადაც კარგად. ძალიან კარგი. იმის გამო, რომ წინა გადაცემაში შეწყდა საეთერო დრო, დღეს ვაგრძელებთ, სადაც გავჩერდით, ანუ მე-7 კითხვიდან, კვლავ დავითთან ერთად. მანამდე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ დავითი არის 25 წლის თბილისიდან. დავით, მოკლედ შეგახსენებ, რომ 100,000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხო 15 შეკითხვას. მე-5 და მე-10 შეკითხვა გარანტირებული თანხებია. მე-5 შეკითხვა იგებს 300 ლარს, რომელიც უკვე გვაქვს და გაქვთ თქვენ, ხოლო მე-10 3,000 ლარს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად უპასუხებთ კითხვას, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო, დავით? ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. და მე-7 კითხვა. 500 ლარი. ვინ იყო მეფე დავით ულუსთვის მეფე დავით ნარინი? A. ბიძაშვილი, B. მამიდაშვილი, C. სიძე, თუ დეიდაშვილი. ჩვენ შემთხვევაში დავითული და დავით ნარინი, რო გავიხსენოთ, იყვნენ დავით მე-6 და დავით მე-7. ისინი იყვნენ დედმამიშვილების შვილები, ანუ თამარ მეფის შვილიშვილები, ლაშა გიორგის და რუსუდანის შვილები. როგორც მე მახსოვს, ლაშა გიორგის შვილი არის დავით ულუ. რუსუდანის შვილი არის დავით ნარინი. კითხვა მდგომარეობს, ვინ იყო მეფე დავით ულუსთვის დავით ნარინი. ულუსთვის ნარინი, ესე იგი. ანუ მამის დის შვილი გამოდის, ესე იგი მამიდაშვილი გამოდის დავით ნარინი ულუსთვის. საბოლოო პასუხია? B. მამიდაშვილი. B. მამიდაშვილი. და ეს სწორი პასუხია. 500 ლარი თქვენია. მომეწოდა დავით მსჯელობაზე კარგად ჩამოვაყალიბდეს ყველაფერი. ხო, ლოგიკურად რომ მიყვეთ, ესე გამოდიოდა. რა თქმა უნდა. მერვე კითხვა 1000 ლარი. რა ნომერი მიანიჭა კოკო შანელმა თავის პირველ სუნამოს, რომელიც 1921 წელს გამოუშვა? A. 0, B. 1, C. 5, თუ D. იყო უნომრო.
უფრო ლოგიკურად უნდა ვიმშელოთ, იმიტომ რომ ესე ფაქტობრივი ცოდნა ამ შემთხვევაში არ მაქვს. აქედან გამომდინარე ლოგიკურად რომ მივყვეთ. კითხვიდან გამომდინარე პირველს უნდა მოსეს, ესე პირველ ნომერს ძალიან ბანალური კითხვა-პასუხი მგონია. B პასუხს გამოვრიცხავდი აქვე, რომ თავის პირველს უნდა მოს პირველი ნომერი მიანიჭა. არ ჯდება მთლად ასე ვთქვათ სააზროვნო კითხვაში. ფიქრობ, რადგან გარკვეული ნომერი მიანიჭა, თან რაღაც ესეთი ფაქტი თითქოს მახსოვს, უნომროც არ უნდა ყოფილიყო. რაღაცა ნომერი ექნებოდა. ანუ შენი ვარაუდით B და D-ს გამორიცხავ. B და D-ს გამოვირიცხავ. ფიქრობ, ან მეხუთე უნდა მიენიჭებინა, ან ნულოვანი. ნული უნდა ყოფილიყო. აი ნულით დაწყება, ასე ვთქვათ, თლად ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პირველი იყო, შეიძლება რომ თავიდან საწყისი, ასე ვთქვათ, ნულით დაიწყო რა. გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცის საწყისი კი პირველით იწყება, მაგრამ ნული პირველამდე ნულია რა. ლოგიკაში თითქოს ნული უფრო ჯდება. 5-ში ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავ, აი უბრალოდ 1921 წელს რა კავშირი ექნებოდა მეხუთეთი რომ დაეწყო. ანუ რატომ ესე არაფრიდან კოკო შანელის სუნამო ნომერი 5. არანაირ ლოგიკულ მასში არ ჯდება. ამიტომ აი თითქოს ეს სამი პასუხი იმდენად ყვირის ასე ვთქვათ და გამოსარიცხია, რომ ნული მგონია რა უფრო მეტად ლოგიკურად რომ ვიყვები. მაგრამ დავით გგონია, ხო? ხო, დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ რომ დარწმუნებული კი არა ფაქტობრივი ცოდნა არ მაქვს. მე შემოგთავაზო დახმარება. იმიტომ რომ თუ გარისკავ და არასწორი იქნება შენი პასუხი, ჩამოვარდებით გარანტირებულ 300 ლარზე. კი, ეს ახსოვს. ხოლო თუ სწორად უპასუხეთ, 1000 ლარს მოიგებთ. თან ვფიქრობ, იქნებ მომდევნო კითხვებზე უფრო გამოგვადგეს დახმარებები თქო. იქნებ ლოგიკით გავატანინოთ ეს კითხვა. თუ მივედით იქამდე კი? ეგეც არის. თან როცა არ ახარ დარწმუნებული 100%. კომპიუტერს ხომ არ გამოარიცხინებ ან იმას დაურეკო მეგობარმა იცოდეს. დარეკვის იმედი არ მაქვს ამ შემთხვევაში, რომ სწორ პასუხს გვეტყვიან. უფრო ისტორიის ან რაღაცა ხელოვნების ამ კითხვაში ვფიქრობ, რომ იმ დახმარებას გამოვიყენებ. ეხლა 50-50-ზე ვფიქრობ, მაგრამ თქვათ 0 და 5 რო დატოვოს, ამასაც მე ეჭვება, რომ იგივე აზრზე ვიქნები, რაზეც B და D მაქვს გამორიცხული. მაგრამ მოდი 50-50-ზე გამოვიყენოთ, აბა იქნება აღარ დატოვოს ხა ის რამე. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. კომპიუტერს ვთხოვთ წაგვიშალოს 2 არასწორი პასუხი. დავით, მე ვფიქრობ, რომ თქვენ სწორად მოიქეცით, რომ გადაამოწმეთ და გამოიყენეთ კომპიუტერის დახმარებას. რასაც ფიქრობდით, მე მგონი გაგვიმართლა იმ ხრივ, რომ მეხუთესა და ფიქრობდით ის დარჩა. ხო, მეხუთესა და იმას ვფიქრობ. კარგია, რომ პირველი აშალა და მეხუთე დატოვა. მოდი მაშინ მეხუთე დავაფიქსიროთ, იმიტომ რომ ნომერი რადგან მიანიჭა. საბოლოო პასუხია? C5. C5. შენ მართალი ხარ. 1000 ლარი თქვენია. და წინ მე-9 კითხვა გვაქვს 2000 ლარი. რომელ ქალაქშია გრასას ეკლესია, სადაც ინახება ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელიც შექმნილია თვითმხილველი მისიონერების მიხედვით? A. სარაგოსაში, B. პარმაში, C. ლისაბონში, D. ბუდაპეშტში. როგორია გრასას ეკლესია? ქეთევან დედოფლის. სადაც ინახება ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელიც შექმნილია თვითმხილველი მისიონერების მიხედვით. წინა კითხვაზე თითქმის სწორ პასუხობდები ვეძით ლოგიკური მსჯელობით ბოლო წამში. აქაც სადაც იგივე და აუცილებლად დავით. ნახეთ. მოდი ჯერ ქვეყნების მიხედვით რა წავიდეთ. სარაგოსა ესპანეთში გვაქვს, პარმა იტალიაში, ლისაბონი პორტუგალიაში, ბუდაპეშტი უნგრეთში. კი ბატონო.
როგორც ასეთი ეს თვითმხილველი მისიონერები ევროპიდან ვინც მოდიოდნენ იმ პერიოდში უფრო შედარებით დასავლეთ ევროპის ნაწილიდან იყვნენ, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპიდან. ამ შემთხვევაში მაგალითად ბუდაპეშტი, ანუ უნგრეთი მგონია რომ უნდა გამოურიცხოთ. ძირითადად კათოლიკე მისიონერები იყვნენ ხოლმე, რომლებიც ასე ვთქვათ თავიანთ საქმიანობას ეწეოდნენ საქართველოში მოდიოდნენ და ამ პერიოდში ესე ემთხვეოდა. აქედან გამომდინარე ბუდაპეშტი მგონია რომ უნდა გამოურიცხოთ. ამის შემდეგ რომ გავამგრძელოთ მსჯელობა, ლისაბონი, როგორც ვიცით, პორტუგალიის დედაქალაქია და უფრო, ასე ვთქვათ, მისი საზღვრები უფრო ოკეანესთან არიან და ასე ვთქვათ, პორტუგალიიდან წასული ეს მოგზაურები იქნებოდნენ მისიონერები თუ რაღაც ძირითადად ზღვით უფრო მოგზაურობდნენ და ხშირი იყო მათი გადასვლა იგივე, ვთქვათ, ამერიკის კონტინენტზე და იქაურ მხარეს უფრო ეტანებოდნენ პორტუგალიელი მისიონერები საქართველოში, რატომაც არ მახსენდება, რომ ოდესმე ყოფილიყვნენ. რჩება A სარაგოსა და B პარმა. ესპანეთი, იტალია, ამ შორის უნდა ვიმსჯელოთ. როგორც ასეთი იტალიელი მისიონერები გვახსოვს საქართველოში ხშირად ყოფილან იტალიიდან ჩამოსული. ან გამოვლითაც ყოფილან. უბრალოდ გრასას ეკლესია თითქოს უფრო ესპანურ სახელწოდებაზე ესპანურად უფრო მაფიქრები, ასე ვთქვათ, რაღაც ყუში ესპანურად უფრო ხდება გრასას ეკლესია, ვიდრე იტალიურად. ამ შემთხვევაში სარაგოსასა და პარმას შორის უნდა გადავწყვიტოთ და ორი ლოგიკიდან ერთ-ერთის მიხედვით უნდა ავრჩიო იმ მხრივ, რომ იტალიელი მისიონერები უფრო იქნებოდნენ რას თითქოს უფრო მეტად მგონია ლოგიკაში თუ ესპანელები სამაგიეროდ გრასას ეკლესია თითქოს უფრო ესპანურად ხდება. თითქოს თან მეხსიერებიდანაც ესპანეთი რატომღაც მახსოვს, რომ არ ვიცი ზუსტად მახსოვს თუ არა, ქართველებისგან უფრო გამიგია, რომ ესპანეთში, იტალიაშიც ხშირად დადიან ქართველები ტურისტულად, რომ ზოგადად სანაცნობო წინაშე იძლია დავისახონ და არ მახსენდება, რომ იტალიაში ენახოთ ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო რა. აი, ისეთი რაღაცაა, მე ვფიქრობ, ადამიანი თუ იტალიაში მოხდებოდა, ესეც ერთ-ერთი ისეთი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წესით მოინახულებდა აქ საქართველოდან წასული ადამიანი იტალიაში. მაგიტო თითქოს ესპანეთზე უფრო მახსოვს რა, თან არა მარტო ლოგიკური მსჯელობიდან, ასე ვთქვათ, ერთგვარი პასიური მეხსიერებიდან რაღაცა ესპანეთი და სარაგოსა უფრო მახსოვს ლოგიკაში. აპასუხს ვფიქრობ, ამიტომ რომ დავაფიქსიროთ. დავით. კარგია, გასაგებია ეს ყველაფერი, მსჯელობა კარგია, თუმცა დავწმუნდით 100%-ით ამ მსჯელობით, რომ ეს არის A სარაგოსა. თუ გამოვიყენოთ დახმარება და თქვათ დავრეკოთ მეგობართან ახლობელთან. მოდი გავრისკოთ ამ ერთად. მე შეგახსენებ დავით, თუ გარისკავ და შენი პასუხი არასწორი იქნება, ამ შემთხვევაში 300 ლარზე ჩამოვარდები და კარგავთ 700 ლარს. თუმცა თუ სწორად უპასუხეთ, 2000 ლარი თქვენი იქნება. აი, ამ კითხვაში უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, ვიდრე წინა კითხვაში. ანუ რისკავ. ეს ამას ნიშნავს, ხო? აი, გავრისკოთ რა ვიცი, რაც არის. საბოლოო პასუხია. A სარაგოსაში. საბოლოო პასუხი A სარაგოსაში. კომპიუტერს ვთხოვ, რომ ვაჩვენოს სწორი პასუხი. დავით, სამწუხაროდ მსჯელობის დროსაც პორტუგალიას ავწდით და ასე ვთქვათ, იმიტომ შემოგთავაზეთ მე, რომ დახმარება იქნებ გამოგეყენებინათ. მაგრამ თქვენ გარისკეთ, ჩამოხვედით 300 ლარზე, მაგრამ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და კარგი თამაშისთვის. კარგად განდევოდეთ. ვაგრძელებ თამაშში, შეგიძლია მოიგო 100,000. მივესალმოთ ჩვენს მონაწილეს, ალექსი ქურდაძე. ალექსი არის 24 წლის თბილისიდან. პროფესიით ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მენეჯერი. და მუშაობს ამავე პროფესიით ასევე. ალექსი, გაგვიმარტე, რას ნიშნავს ეს, რომ
გავიგოთ ზუსტად რა პროფესია უფრო ინფორმაციული საფრთხოების და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. ნუ აუდიტის მიმართულებით. ალექს უყვარს მოგზაურობა, მეც მიყვარს. ბევრ ქვეყანაში ხანდაყოფი. კი, 17 ქვეყანაში ამ ეტაპზე. და აპირებ რომ კიდე გააფართო, ხო ეს? კი, აი თანხას გააჩნია, რასაც მოვიგებ იმის მიხედვით, რამდენი ქვეყანა იმის მიხედვით. ანუ 100.000 რომ მოვიგებთ, მივლით სამოგზაუროდ. კი, 5, 6, 7-ით შეიძლება ჩაეტი, არავინ, 8. საერთაშორისო პირველი. ან სამეული რომელი გაქვს, თქვა ესეთი ფიქრვა. ალბათ კონტინენტს გავწდებოდი და სამხრეთ ამერიკაში შეიძლება. გასაგებია. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებ. ვისთან ერთად ხართ მოსული? მოსული ვარ ჩემს მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად. თანამშრომლებს და მეგობრებს მოგესალმებით. იმისთვის რომ მოიგო 100.000 ლარი და იმოგზაურო ბევრ ქვეყნებში, სწორად უნდა უპასუხო 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3.000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად უპასუხებთ კითხვას, თქვენ დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? ყველაფერი. ზათქარ თამაშისთვის. დიახ. მაშასე ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100.000. პირველი კითხვა 100 ლარი. რა მოუვა ქვას თუ მას შავ ზღვაში ჩააგდებთ? გაშავდება, გათეთრდება, გაფუვდება, თუ დასველდება? ალბათ დასველდება. ისე ალბათ? კი, მაინც 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. რომელ დღეს აღნიშნავთ ძველით ახალ წელს? 14 იანვარს, 13 იანვარს, 1 იანვარს თუ 31 დეკემბერს? 13 იანვარს ღამე, ანუ 14 იანვარს აღნიშნავ თვითონ ახალ წელს. 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. საშუალოდ რამდენი საათი უნდა ეძინოს ზრდასრულ ადამიანს ჯანმრთელი ცხოვრებისთვის? 3, 8, 15, 24. ალბათ 15 კარგი იქნებოდა, მაგრამ ნუ ჯანმრთელობისთვის 8 საკმარისია. ვიღაცა 24-საც ინატრებდა ამ შემთხვევაში. შეიძლება მეც ვინატრო რაღაც მომენტში, მაგრამ იყოს. 8 საათი. სრულიად საკმარისია ეს. და 200 ლარიც თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. ჩამოთვლილთაგან ვისი გვარი გვხვდება პირველი სიაში ანბანის მიხედვით? ბურდული, ბერიძე, ბოლქვაძე თუ ბუკია? ეხლა ეს უზეპირად არ ვიცი, უნდა გადავთვალოთ. უნდა გადავთვალოთ აუცილებლად. A B G D E. ხმამაღლა შეგვიძლია. კი. A E I O ეს ხმოვნები ამ თანმიმდევრობით არის, ამიტომ მთლიან ამბავს ეს თაღამჭირდება რომ ჩამოვთვალო. დიახ. A B-ს მერე A არ გვაქვს, E არის, ბერიძე არის პირველი. E A E I O. კი, ბერიძე იქნება. კარგი. გავაყვითლოთ. და გავამწვალებთ. 250 ლარი თქვენია. მივედით გარანტირებულ მეხუთე კითხვაზე 300 ლარი. რამდენ მანეთს აღნიშნავდა საბჭოთა საქართველოში თუმანი? 5, 10, 20, 50. 10 მგონია რო არის, 10 თუმანი მახსოვს რომ 100 მანეთი არის. იმედია არ მეშლება რავი. 10. რაფერი იყო თუ იცი? არა, მე არ ვერ მოესწარი საბედნიეროდ. საბედნიეროდ ვერ მოესწარი. ზუსტი პასუხი გვაქვს? ზუსტი პასუხი სხვათა შორის არ მაქვს. აი თუმანი. აი
გამონათქვამი შენი აზრით აი რომელს უფრო თუმანი? რავი 50 შორის ვარ წესით, მაგრამ უფრო? 10. არა? დავაფიქსიროთ? დავაფიქსირეთ. დავაფიქსიროთ. B10. რა თქმა უნდა. თუმანი იყო 10 მანეთი. წითელი ესეთაში. და გარანტირებული 300 ლარი ალექსი თქვენია. თქვენ აქვს 3 დახმარება და მეექვსე კითხვა 400 ლარი. საქართველოსა და რომელ ქვეყანას შორისაა საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდი? A. აზერბაიჯანის, B. თურქეთის, C. სომხეთს, თუ D. რუსეთი. ზუსტი პასუხი ხა არ მახსოვს, მაგრამ მგონი რომ გამორიცხვით შემიძლია, იმიტომ რომ აბა, სომხეთი არ არის წითელი ხიდი. რუსეთთანაც წესით არ არის, თურქეთის არაფი არის წითელი ხიდი არის. აზერბაიჯანი უნდა იყოს გამორიცხვის მეთოდით, ასე მგონი. მაგრამ ხო რავი, აზერბაიჯანს ვფიქრობ. არ ხარ დარწმუნებული? იცი რა წესით უნდა ვიყო, მაგრამ ნუ ზეპირად რადგან არ მახსოვს ესე ინტუიციურად, მაინც ვფიქრობ, რომ კიდე დაუფიქრე, მაგრამ რუსეთთან არა, რუსეთთან არა. თურქეთთან არ არის, რუსეთთან არის, სომხეთთან არ არის. სომხეთის საზღვარზე ნამყოფი ვარ, თურქეთის საზღვარზე ნამყოფი ვარ. რუსეთის საზღვარზე არ მესაქმება არაფერი, წესით აზერბაიჯანი იქნება. დაკეტილია თან ეხა. წესით. არ არის? რუსეთია? მე არ ვიცი, დახმარება შემოგთავაზ. ხო. იცი რა, არ მინდა ეხა ეს მარტივი დახმარების გამოყენება, მაგრამ აშკარად არასწორად მივდივარ. წითელი ხიდი. რატო არ მახსენდება ესე წითელი ხიდი? თუ გარისკავ და სწორად უპასუხებ, მაშინ მოიგებთ 400 ლარს და დახმარებებსაც არ გამოიყენებთ. აზერბაიჯანი? რისკავ ისე. არ გავრისკო. მაშინებთ. არ ვიცი. გონჯობი არ გავრისკო. გარანტირებული 300 ლარი და არა, არ მინდა. თანხაში არაფერი არ იცვლება უბრალოდ. შეიძლება თამაში ვეღარ გააგრძელოთ. არა, უნდა გავაგრძელოთ. კაი, კითხავ დარბას, რავი, არ მინდოდა, მაგრამ ჯობია რომ არ შემეშალოს. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. ბევრს ეცოდინე. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, თხოვთ რომ აწიოს ხელი. გაგვეცანით? საბა, ალექსის გულშემატკივარი ვარ, აზერბაიჯანს ვფიქრობ. მადლობა. ეკა, აზერბაიჯანს ვფიქრობ მეც. მადლობა. და მესამე მონაწილე? მირანდა და სწორი პასუხი არის აზერბაიჯანი, ჩემი აზრით. ალექსი, მეც ასე მოკლედ დარბაზში 3 მოსაზრება, 3 ფიქრობს აზერბაიჯანს. აზერბაიჯანი. საბოლოო პასუხია? კი. აზერბაიჯანს. და ეს სწორი პასუხია. 400 ლარი თქვენია. მადლობა დარბაზს. მაგრამ კარგია რომ დარწმუნდი. არ არის კარგი. გვაქვს 2 დახმარება და მეშვიდე კითხვა 500 ლარი. რომელ კომპანიას ეკუთვნის ვიდეო გაზიარების პლატფორმა YouTube 2006 წლიდან? A. Google-ს, B. Amazon-ს, C. Palantir-ს, თუ D. Nvidia. Google არის სწორი პასუხი. კიდევ ერთი მშობელი კომპანიაც ყავს, მაგრამ ის არ წერია საუნდო პასუხებში, ამიტომ Google იქნება. დარწმუნებული ვარ ამაში. საბოლოო პასუხია? Google. Google. და 500 ლარი თქვენია. აი, ასეთი დარწმუნებული როცა ხარ, ალექსი, შედეგიც გქონდეს. ძალიან კარგი. YouTube-ისგან იყიდა სხვათა შორის $1,650,000. იმ დროს კი ბატონო. მილიონ არა მილიარდ ოღონდ. შემდეგი კითხვა. მერვე 1000 ლარი. რომელი ენა არ არის რომელიმე ქვეყნის ოფიციალური ენა? A. მონტენეგრული, B. სერბული,
C ბოსნიური, D კოსოვური. აბა მოგზაურობა რო გიყვარს ალექსი, ამ ქვეყნებში თუ ხართ ახლო მახლოშიან. სერბული ენა რო სერბეთის ოფიციალური ენა არის, ვიცი. თუ არ ვიცი, ეგეც საკითხავია, მაგრამ ნამყოფი არსეთში არა ვარ აქედან. იცი რა, კოსოვოზე მეპარება ეჭვი. მაგრამ ბოსნია ხო ეხა იცი ეს ახლა რთული პოლიტიკური საკითხია, რომელზეც მე ბოლომდე ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ ამ ქვეყნებს აქვთ საკმაოდ რთული ურთიერთობა ერთმანეთში. რომელიმე ქვეყნის ოფიციალური ენა. ბოსნიური იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინის ალბათ, მონტენეგრული მონტენეგროს, სერბეთში იქნება სერბული და კოსოვოზე მაქვს ეჭვები, რომ კოსოვოში ცოტა კოსოვური არ არსებობს ჩემი, ანუ არ არის ეხა კოსოვოს ენა. მაგრამ რა ენაზე ლაპარაკობენ მაშინ? დარწმუნებული ხარ ამაში? არა, ამ კითხვაში საერთოდ დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საცილობ რომ ვიმსჯელო. სერბულს გამოვრიცხავ 100%-იანი არის სერბეთის ენა. მონტენეგრული თვითონ ენა არ გამიგია, მაგრამ ეხა აქაშკარად ყველა ენა წერია და უბრალოდ ვფიქრობთ ოფიციალური ენა რომელი არ არის, ამიტომ მონტენეგროსი იქნება მონტენეგრული. აი ეხა რახეთ რას ვფიქრობ? ბოსნიურს და კოსოვოს შორის ვფიქრობ, რომელი არ არის. ბოსნიური იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინის ალბათ, მაგრამ რომელი ქვეყანა იყო, რომელიც დაეშალა, ეხა მაგის გახსენებას ვცდილობ, საწყისი ქვეყანა რა იყო? კოსოვური აი რაღაც არ მომწონს, კოსოვური მგონია სწორი. ორი დახმარება გააქვს, ალექსი. კომპიუტერს შეუძლია ორი არასწორი პასუხი წაგიშალოს. ან ახლობელთან დარეკო და იცოდეს. თუ სწორად უპასუხებ და გარისკავ 1000 ლარს მოიგებ, თუ არასწორად უპასუხებ, მაშინ 300 ლარზე ჩამოვარდებით. რისკავ თუ დახმარებას გამოიყენებ. აი კოსოვური D. საბოლოო პასუხია? კი. D. კოსოვური. თქვენ რომ გეთქვათ ბოსნიური არასწორი იქნებოდით. მაგრამ აი ეს არის კოსოვური. მიხარია რომ რაღაცა კოსოვოს ენებია ალბანური და სერბული. დიახ, ეხა გამახსენდა დუალიპა არის კოსოვოდან და ალბანურად ესა კი ბატონო. კი ბატონო. ძალიან კარგი. დახმარება არ გამოვიყენეთ და ასე ვთქვათ, მივედით მიხარია. ჟელობით და ლოგიკით. მე-9 კითხვამდე 2000 ლარი. ამ ცნობილი მწერლებიდან რომელი დაიბადა აფრიკაში? A. ფრანც კაფკა, B. ჯორჯ ორუელი, C. პაულო კოელიო, თუ D. ალბერ კამიუ. ეს უნდა ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი და მწხდება. ორუელი ბრიტანელი არის, კაფკა მგონია ფრანგი და კამიუც ფრანგულად. შეიძლება სხვადასხვა ასე ვთქვათ ქვეყნებიდან არიან და მაგრამ აფრიკაში ხო, საფრანგეთის კოლონია შეიძლება დაბადებული იყო ფრანგი აფრიკაში, ინგლისელი აფრიკაში. შეიძლება. კოელიო საერთოდ მახსოვს რომ აფრიკა კი არა, საერთოდ სხვაგან არის. ბეს გამოვრიცხავ. და რატო გამორიცხავ? მგონია რომ ბრიტანეთში დაიბადა თვითონ კონტინენტზე. არა, ვითომ? ეგრე მაქვს საქმე? აქ მხოლოდ დაბადებაზეა ადგილი. და არა ეროვნებაზე. თუ დაიბადა აფრიკაში, სად დაიბადება? მაშინ მაგაზები. ხო, აქ არის მთავარი რომელი დაიბადა აფრიკაში? მესმის კითხვა გასაგებია. რომელი დაიბადა აფრიკაში? კაფკა, ორუელი, კოელიო, კამიუ. კოელიო გამოვიყენოთ ალექსი დახმარება. დაწერილი ალქიმიკოსი და ეს ალქიმიკოსი სადღაც პრინციპში ცოტა ისეთ ადგილზე კი ვითარდება. კი შეიძლება იყოს აფრიკა, მაგრამ რატომღაც მე შეგახსენებ რომ თუ გარისკავ და არასწორი იქნება პასუხი, ჩამოვარდებით 300 ლარზე. თუ სწორი იქნება 2000 ლარს მოიგებთ. მოდი 50-50-ზე გამოვიყენოთ. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. კომპიუტერს ვთხოვთ წაგვიშალოს ორი არასწორი პასუხი.
დარჩა კოელიო და კამიუ. კაფკას ფიქრობდით და წაიშალა. კამიუსკენ უფრო ვიხრები ახლა ვიდრე კოელიოსკენ. იმიტომ რომ როგორც მახსოვს ის სამხრეთ ამერიკაში უნდა ყოფილიყო. რატომღაც ეგრე მგონია, ახლა რაღაც საერთოდ ავერი ალბათ, მაგრამ კამიუზე ვიხრები ამ ეტაპზე. ერთი დახმარება გააქვს კიდე. კიდე მაქვს ერთი რა დახმარება. თქმა უნდა, ზარი ახლობლად. აი, პაულო კოელიოს ვიტყვი, იმიტომ რომ რადგან ალქიმიკოსი და ეს ალქიმია და რაღაცები შეიძლება აფრიკაში იყოს საერთოდ. მაგრამ მართლა სამხრეთ ანუ დახმარებას არ ვიყენებთ. არ ვიყენებ, რავი, მირჩევნე მე და საბოლოო პასუხია? C. პაულო კოელიო. C. პაულო კოელიო. უდაბნოში არის ხა მახსენდება და ალბათ აფრიკა არის, მაგრამ ალექსი, რო გეთქვა კამიუ, რასაც ფიქრობდი. და ბოლოს შეცვალე კოელიოთი. ზორი იქნებოდი. თუმცა კოელიო ბრაზილიაში დაიბადა. აი ეგრე ხო აი მომოდი სამხრეთ და ამერიკაში. კამიუ კი ალჟირში დაიბადა. ჩვენი ალბერ კამიუ. სამწუხაროდ ალექსი 300 ლარზე ჩამოვარდით, თუმცა მადლობა კარგი თამაშისთვის, საინტერესო თამაშისთვის და წარმატებებს გისურვებთ დაფარვაში. მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მიესალმეთ. მაია კილაძე. მაია არის 56 წლის თბილისიდან. პროფესიით ინგლისური ენის მასწავლებელი. რამდენი ხანია რაც ასწავლით? დაახლოებით ალბათ 30 წელი და შეიძლება მეტიც. თქვენი ჰობი რა არის? ძირითადად ინგლისურენოვანი პოდკასტების ყურებით ვარ გატაცებული. მუსიკა ძალიან მიყვარს. მუსიკა რა ჟანრი, რომელიმე ჟანრზეა საუბარი თუ ზოგადად მუსიკა? ყველა სასიამოვნო, ყველა ჟანრის სასიამოვნოდ მოსასმენ მუსიკას უსმენ თქვენ წარმოიდგინეთ. ძალიან კარგი. ალბათ მაია, ხომ არ ნერვიულობ? რა ვიცი, მე მგონი არა. ამას დაჯობია. სანერვიულო არაფერი არ არის. და ვისთან ერთად მომძაბი? დღეს მოსული ვარ ჩემს დასთან, ეკატერინესთან. მოგესალმებით. და ჩემ მეგობრები? მოგესალმებით. ნატია და თამუნა. მოგესალმებით. და რაში გამოვიყენებთ მოგებულ 100,000 ლარს? ბევრი ამის გაკეთება შეიძლება, თუმცა მე ძალიან მიყვარს მეგობრებთან ურთიერთობა. მოგზაურობა ლონდონშიც კარგი იქნებოდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა. მე წარმატებებს ვისურვებ იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ ლონდონში და გააკეთოთ ბევრი კარგი რამ, წესებს შეგახსენებთ. დიახ. 100,000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე შეკითხვა 3,000 ლარს. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება. 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბას. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ მოგებული თანხა. ოღონდ თუ არასწორად მიპასუხებთ დასმულ კითხვას, მაშინ წააგებთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხომ? ყველაფერი. მზად ხართ, ხალბატონო მაია? დიახ. ძალიან კარგი. მაშასე ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. ჩვეულებრივ, რისთვის გამოიყენება ჩანგალი? ზურგის მოსაფხანად, ზონარის შესაკრავად, თმის დასავარცხნად, საჭმლის ასაღებად. თქმა უნდა, საჭმლის ასაღებად. საჭმლის ასაღებად. 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. ენის გასატეხში
კაპიკი გაკაპიკებულა, კაპიკეში ჩაკაპიკებულა. რამდენჯერაა გამოყენებული კ? 6-ჯერ, 8-ჯერ, 10-ჯერ თუ 12-ჯერ. 8-ჯერ. B 8-ჯერ. რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა გალბატონო მაია 200 ლარი. რას ყრიან გზებზე, როდესაც თოვლი მოდის, რათა ტრანსპორტი უსაფრთხოდ გადაადგილდეს? შაქარს, მარილს, ქოქოსის ფანტელს, პილპილს. რა თქმა უნდა, მარილს. რა თქმა უნდა, მარილს. რა თქმა უნდა, 200 ლარი თქვენია. პილპილს აქვს ადგილი, კარგი მოსაკლელად ასე ვთქვათ, ხინკალზე და ძალიან უხდება ხინკალს კი. მეოთხე კითხვა. 250 ლარი. რა ასოებს მივიღებთ თუ ორკბილიან ღს და პს დაუმატებთ თითო კბილს? ღ და პ. ა ლს და ხს, ოს და ჭს, ძს და მს, თუ გს და დს. თითო კბილის დამატებით. აი ეს კბილის თემა ცოტა პირველად მესმის, მაგრამ ლ და ხ უნდა იყოს აუცილებლად. ლასი და ჰაე. ა ლ და ხ. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია და 250 ლარი თქვენია. სწრაფად მივადეხით გარანტირებულ თანხას, 300 ლარს, თუ რა თქმა უნდა, სწორად გვიპასუხებთ. მეხუთე კითხვა. 300 ლარი. რა პროფესიის ადამიანთან მიხვალთ თუ გსურთ რომ გქონდეთ წინამო? ეგრეთ წოდებული ფჩოლკა. კერავთან, თმის სტილისტთან, მანიკურის სპეციალისტთან თუ ვიზაჟისტთან? რა თქმა უნდა, თმის სტილისტთან. რა თქმა უნდა, თმის სტილისტთან. და თქვენი გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც ვერავინ წაგახსნებთ, თქვენია, გილოცავთ. კალბატონო მაია, თქვენ გაქვთ 300 ლარი, რომელსაც ხელს ვერავინ ახლებს და ასევე 3 დახმარება. მივედით მე-6 კითხვა, 400 ლარი. საქართველოს ისტორიაში ქართველთა გამარჯვებით დასრულებულ რომელ ბრძოლას დაერქვა ძლევაი საკვირველი? ა. თითქორის ბრძოლას, B. შამქორის ბრძოლას, C. ბასიანის ბრძოლას, D. ქრწანისის ბრძოლას. სამივე ისეთი ბრძოლა. თქვენ წარმოიდგინეთ ამ კი ბატონო, ბრძოლები ძალიან მაგარი. ლეგენდარული ფრაზის ძლევაი საკვირველის დიახ. კონტაქტი, რომელთან არის, შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ამიტომ რომელ დახმარებას გამოვიყენებთ? ამიტომ წესით დარბას ვკითხოთ. ისე რამე ვერსია გააქვთ თქვენ? ძლევაი საკვირველთან დაკავშირებით? ალბათ დიდგორს მოვისაზრებ, მაგრამ ან შეიძლება ანუ ვიყენებ დახმარებას, კალბატონო მაია, დარბაზის დახმარებას? ვიყენებ დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, ხელი რომ აიწიოს. კი ბატონო, კი ბატონო. კალბატონო მაია, გთხოვთ აარჩიოთ თქვენ 3 ადამიანი. ეკატერინეს ავირჩიებ ჩემს დას. დიახ. აი ბიჭი ქუდით დიახ. და იქ ბიჭურა მესამე. კი ბატონო. სამივე არჩეულია. აბა, გთხოვთ. მოგესალმებით. დიახ. მე ვარ ეკა. დიახ. ვფიქრობ, რომ ეს არის კრწანისის ბრძოლა. მადლობა. მოგესალმებით. დიდგორის ბრძოლა უნდა იყოს სწორი პასუხი.
მადლობა. გამარჯობა, მე ვარ დაჩიდან მგონია წანისისოვა. მადლობა. ორი ამბობს წანისის ბრძოლაა პასუხი, ხოლო ერთი დიდგორი. რას ფიქრობთ თქვენ? თითქოს მე ხსიერებაში წამოვიდა ახლა ეს რომ რაღაცა მტრის გაცილებით დიდ რაოდენობასთან რომ ქართველებმა მოიპოვეს გამარჯვება და ესე იგი 300 ლარი მაქვს გარანტირებული, ხო? დიახ. მოდით პარემ 50-50-ს გამოვიდა. გამოვიყენოთ. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. დიახ. ვთხოვთ კომპიუტერს რომ წაშალოს ორი არასწორი პასუხი. დაგვრჩა A დიდგორის ბრძოლა და B შამქორის ბრძოლა. დარბაზიდან დაგვრჩა მხოლოდ ერთი ვარიანტი დიდგორის ბრძოლა, ხოლო ორი ვარიანტი რაც იყო ის აიშალა. დიახ. სხვათა შორის დიდგორი იყო ჩემი პირველი ვერსია. დიახ. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ დარწმუნებული არ ვარ. თუმცა არის ახლა მეორე მომენტიც რომ ეს ამ ეტაპზე მზარი ახლობელთან გამოყენებაც არ მინდა თან არა პრინციპში ეცოდინება მაგრამ მოდით გავრისკავ და იყოს დიდგორი. რისკავთ? დიახ. საბოლოო პასუხია? დიდგორი. A დიდგორის ბრძოლას. და ეს ორი პასუხია რა თქმა უნდა. 400 ლარი თქვენია. ორი დახმარება გამოვიყენეთ, თუმცა საჭირო იყო, იმიტომ რომ სწორ პასუხამდე მივსულიყავით. დიახ. გვაქვს ერთი დახმარება ზარი ახლობელთან და მე-7 კითხვა. 500 ლარი. რამდენი სანტიმეტრია 5 ინჩი? A 9.5 სანტიმეტრი, B 12 და 7, C 14 და 9, თუ D 20 და 1 სანტიმეტრი. 5 ინჩი ქალბატონო მაია. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ინჩი ვხვდება მე ინგლისურში და აი ზუსტად რაღაცა მახსოვს თითქოს რომ 3 და რაღაცა არის. თქვა 3.5 რო იყოს. არა არც ერთთან არ მოდის თანაფარდობაში. ზორი პასუხი არ იცით. იქნებ გამოვიყენოთ დახმარება. იცით რა ზალია ახლობელთან რომელიც მაქვს ახლა არ ვარ დარწმუნებული რომ პრინციპში არ არის გამორიცხული იცოდეს მაგრამ იმასაც ფიქრობთ რომ შეიძლება არ იცოდეს. ეს წესით მე უფრო უნდა მახსოვდეს იმდენჯერ შემხვედრია. თუ გარისკავთ და თუ სწორი იქნება პასუხი 500 ლარს იგებთ, თუ არასწორი იქნება პასუხი 300 ლარზე ჩამოხვათ. მეც არ კარგავთ ასე ვთქვათ, მაგრამ თამაშს ვეღარ გააგრძელებთ. თუ არასწორი იქნება. არანაირი ვერსია არა, გაქვთ ქალბატონო მაია. აი ნახეთ თქვენ წარმოიდგინეთ 20 მებევრება. დიახ. 20 თუ გებევრებავთ, ესე იგი დეს გამორიცხავთ. მაგრამ თუ იმ ლოგიკას მივყვებით რომ ეს 3 და რაღაც მახსოვს 1 ინჩი. დიახ. მაშინ აქ შესაფერის პასუხიც არ რჩება, ხო? 14.9-ც არ არის. 3x5 ნუ არა. რაღაცა სპეციფიკური ის არის ახლა შეკითხვა და ტყუილად გული რატო უნდა დამწყდეს? გამოვიყენებ ზარი ახლობელთან. ვისთან დავრეკავთ? ასე იგი ჩემი დეიდა შვილიშვილია, მაგრამ როგორც დიშვილი ისე ყავს და დადა წულაძესთან თუ შეიძლება რომ განხორციელოთ არის დადა წულაძე. კი ბატონო. ვიყენებთ დახმარებას ზარი ახლობელთან. გამარჯობა დადა. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შეგიძლია მოიგო 100.000.
მაია კილაძე მიზის ახლა მე სათამაშოს და თქვენი დახმარება ესაჭიროება. დიახ. თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და მაია თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო ჩაირთო. და ნახე როგორი შეკითხვა, რამდენი სანტიმეტრია 5 ინჩი? სამწუხაროდ აღარ მახსოვს ახლა ინჩის თანაფარდობა. 9.5, 14.9, 12.7 თუ 20.1? თუ სწორად მახსოვს დაახლოებით იმითი მიდის რა ქვია 3-ის თანახ დაახლოებით თანაფარდობა და მაქედან გამომდინარე აი მეც ესე მახსოვდა ხო 14 სამთან დრო ამოიწურა ზუსტად არ უთქვია მაგრამ 14 გავიგე ბოლოს რომ ასე ვთქვათ სამთან აქვს თანაფარდობა როგორც მე მახსოვდა მაგრამ 3 5 14 არანაირად არ გამოდის 3 და კიდე რაღაცაა ინჩი თუ სწორად მახსოვს მაგრამ 3.5-იც რომ იყოს ახლა 20-მდე მაინც ვერ ადის ხო? ვერ 20-მდე ვერ ადის სამწუხაროდ დახმარება აღარ დაგჭა. მოდით, ნუ სხვა გზა არ დარჩენილა ახლა და იყოს C 14.9. საბოლოო პასუხია? დიახ. C. დიახ. 14 და 9. ერთი ინჩი უდრის 2.5 სანტიმეტრს. შესაბამისად პასუხია B 12 და 7. სამწუხაროდ თქვენ 300 ლარზე ჩამოხვედით, თუმცა მადლობა თამაშისთვის და წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის ჩვენ თამაშობდით თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.